რეალურად ბერას დაავალეს აი ამ ყველაფრის ხელმძღვანელობა. ანუ კრიმინალად დანიშნა ხო, დანიშნა კრიმინალების უფროსად და მოუწია გლუს, რომ ყველაზე საზღარი ნაბიჯი გადაედგა, ნუ ასაზღარებენ ხალხს რა, ცემენ, საშილად ცემენ, ნუ ესე რომ რა შეეწირა ფორმალურად მდინარაძე. იმ დაცვაში არის ძალიან დიდი ნაწილი ხარებას ხალხი. და მეორე ხარეს იყო კალაძის დაცვა. ჩამოვიდნენ ამასობაში. და ხედავ რომ დაცვა თხოვს. რასაც უკვე მოყვა ჩარევა, პირველ რიგში ბერასი, როგორც ამ კრიმინალების უსტაბაში, არა, მაგას მოყვები, რომ ჩვენი არასწორი ტყურა, რომელიც აი ესეთ მარტივ რაღაცაზე აფეთქდა. ეხა ეს დიდი ვერტიკალი, ძლიერი ვერტიკალები ჩამოიშალა. მართლა აი სამდა სიხარული და აი მე წოდებებისგან, ხო ბოლოს რა მარშლად დაამთავრა იმუნიტ. ეს ხალხი ვერ გავიგე და იქნება რომ დაველაპარაკები გავიგო მეთქი რა ხალხი ვერაფერი ვერ გავიგე მაინც ანრი ოხანაშვილი იყო და რაღაც მართლა ერთოში აორთქლდა ტიპი გაქრა სად არის ანრი სად ახარ დაჩაგრეს 100 შეიარაღებული კაცით ვიღაც პატარა ბავშვი დააჩოქეს ობახიძის დასუსტებას ნიშნავს რეალურად ზოგადად გადაწყვეტილება იმაზე რომ ობახიძეს მოაძრობს აქვს მიღებული ყველაზე ჩემი აზრით მუსრიალ და მაგრამ სერიოზულად რეალურად ამასობაში მოდი ეს ვთქვათ რეჟიმი ჩამოიშალა